მოგესალმებით მეგობრებო და ვფიქრობ უამრავი ადამიანისთვის დღეს კიდევ ერთ სასარგებლო ვიდეოს გადავიღებთ. ვიდეო დღეს შეეხება იმ პროგრამას, რომელიც საშუალებას გვაძლევს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მსოფლიოს ნებისმიერი მოწყობილობას დავუკავშირდეთ ჩვენი მოწყობილობიდან ერთადერთი მთავარი საჭიროება ამისათვის ეს არის წვდომა ინტერნეტთან და რაც უფრო ხარისხიანი იქნება ეს წვდომა, მით უფრო უკეთესი. არსებობს ალბათ გაქვთ კიდეც ინფორმაცია ამის შესახებ, რომ არსებობს უამრავი პროგრამა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენი კომპიუტერიდან, უშუალოდ კომპიუტერებზე რო ვისაუბროთ, თუმცა ეს თავისთავად სხვა მოწყობილობებზეც ზუსტად იგივენაირად ხერხდება. ჩვენი კომპიუტერიდან შევიდეთ სხვა კომპიუტერში და ვმართოთ ისე თითქოს მართლაც იმ კომპიუტერთან ვიჯდეთ. ნებისმიერ ოპერაციულ სისტემაში ნებისმიერი პლატფორმა გამოვიყენოთ ისე როგორც ჩვენ მოგვიხერხდება. ეს საკმაოდ სასარგებლო პროგრამებია, რომელსაც არაერთი დანიშნულებისათვის ვიყენებთ, თუნდაც რაღაც პრობლემების მოსაგვარებლად, მით უმეტეს, როდესაც დღეს მდგომარეობით მთელ მსოფლიოში დისტანციური მუშაობა წინა ფლანგზეა წამოწეული და აუცილებლობაც კი გახდა, ეს პროგრამები უფრო აქტიურად გამოიყენება. მსგავსი პროგრამების ჩამონათვალი ძალიან დიდია და ყველას ჩვენ ვერ გავწდებით, თუმცა მე ვეცდები გადავიღო ის პროგრამა, რომელიც ყველაზე უკეთ გამოგვადგება, ასე ვთქვათ, ამავდროულად არის სანდო და გამოსაყენებლად მარტივი. მე არ შევეხები პროგრამების ფუნქციონალის სრულ ჩამონათვალს, მხოლოდ გაგიხსნით იმ მცირეც, რომელიც უშუალოდ მისი გამოყენებისას შეიძლება კი არა და აუცილებლად დაგჭირდება, ხოლო რაც შეეხება მის შესაძლებლობებს, მათ აქვთ სხვადასხვა ფუნქციონალი გარდა იმისა, რომ უბრალოდ დაუკავშირდნენ და მართონ კომპიუტერი, ასე რომ ამ ფუნქციონალს მე არ შევეხები. მხოლოდ გასწავლით მათ ჩამოტვირთვას, რომელიც არასრულად არ არის რთული, რა თქმა უნდა, და პრაქტიკაში გამოყენებას. მაშინ ასე მეგობრებო, დავიწყოთ. პროგრამას კი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ქვია TeamViewer, ეს არის ზემოთხსენებული ფუნქციონალის მქონე პროგრამათა შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე პოპულარული, მოთხოვნადი და მოხმარებადი პროგრამა. მისი გადმოწერა და დაინსტალირება და მოხმარება კი არც ისე რთულია. შევდივართ ნებისმიერ ბრაუზერში და საძიებო სისტემაში უბრალოდ წერთ პროგრამის სახელს, რომელიც შემდეგნაირად იწერება. ვაწვევით Enter-ს TeamViewer-ის ჩაწერის შემდეგ და გამოგვდევთ ჩამოშლილი კატალოგიდან, ასე ვთქვათ, პირველი web-move-ზე შევდივართ, რომელიც გადაგვიყვანს პროგრამის ოფიციალურ საიტზე, საიდანაც ჩვენ პროგრამის უფასოდ გადმოწერას შევძლებთ. ოდნავ ქვევით ჩამოვყვებით და ვაწვევით download for free. რამდენიმე წამში დაიწყება პროგრამის გადმოწერა, თუ თქვენ ბრაუზერს აქვს ჩართული ფუნქცია, შეიძლება ასეთი ფანჯარა გამოიტანოს, რომელიც გეკითხებათ კიდევ ერთხელ მართლა გსურთ თუ არა ფაილის გადმოწერა და რა თქმა უნდა დაადასტურებთ. თუ ფაილის გადმოწერა ავტომატურად არ დაიწყო და არც მსგავსი ფანჯარა არ გამოგიტანათ, აწვევით direct download. გადმოწერილ ფაილს უბრალოდ გახსნით სადღაც დაახლოებით ეს არის 27 მეგაბაიტამდე ტევადობის, არ არის დიდი ფაილი. დავაკლიკებთ ორჯერ ან დავაწვევით Enter-ს, რომ გავუშვათ ინსტალატორი. გამოვა საინსტალაციო ფანჯარის პირველი ეტაპი, ასე ვთქვათ, სადაც ერთი შეკითხვა how do you want to use TeamViewer არის პასუხგაუცემელია, გვაქვს სამი ვარიანტი შესარჩევი. ანუ გვეკითხება რისთვის გსურთ ამ პროგრამის გამოყენება და არის ვარიანტი კომპანიისთვის, პერსონალურად და ორივესთვის ერთად. ვირჩევთ personal და ვაწვევით accept finish relax.
finish final. გამოსულ ფანჯარაში ES ღილაკზე დაჭერით ვაძლევთ კომპიუტერს ნებართვას, უბრალოდ პროგრამას ვაძლევთ ნებართვას, რომ დაინსტალირდეს ჩვენს კომპიუტერზე და ველოდებით ინსტალაციის პროცესის დასრულებას. ინსტალაციის დასრულების შემთხვევაში ჩვენ ავტომატურად ჩაგვერთველ პროგრამა ამავდროულად ბრაუზერში გაგვეხსნა ახალი გმული, რომელსაც შეგვიძლია ყურადღება არ მივაქციოთ. ეს არის TeamViewer-ს გამოყენების მცირედი ინსტრუქცია, თუმცა ამას მეც მოგახსენებთ. შეგიძლიათ სრული შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაეცნოთ დეტალურად. დავხუროთ ბრაუზერი, ის აღარ გვჭირდება. ეს კი არის ჩვენი პროგრამა, მოდით ამასაც დავხურავ და გაჩვენებთ დესკტოპზე იგი როგორ გამოიყურება. TeamViewer ესეთი ძალიან მარტივი ლოგო აქვს მას. ორჯერ დაკლიკებით ვუშვებთ პროგრამას. შიგნით კი ეს სწორედ ასე გამოიყურება. ახლა კი გადავიდეთ კონკრეტულად პროგრამის ინტერფეისის და ფუნქციონალის შესწავლაზე. ამ პროგრამას აქვს გარდა წვდომისა, ანუ სხვა კომპიუტერთან დაკავშირებისა, სხვა ფუნქციებიც, მაგალითად meeting ფუნქცია, chat-ი და ასე შემდეგ, რომელსაც ამ შემთხვევაში ჩვენ არ განვიხილავთ. განვიხილავთ remote control ფუნქციას. ის ავტომატურად ამ ფუნქციით იტვირთება, ასე ვთქვათ, პროგრამა როდესაც გავხსნით. თუ არა, შეგვიძლია უბრალოდ დავაწვეთ და გადმოვიდეთ ამ ფანჯარაზე. აქ თუ აქვს ორი განსხვავებული ფანჯარა, ხელმარცხნივ შედარებით მარცხნივ ეს არის All Remote Control და მარჯვნივ Control Remote Computer. ორი სხვადასხვა ფუნქციონალი, რომელიც ერთმანეთს უკავშირდება ავხსნით დროულის მოვალეობას. პირველი, მარცხენა ფანჯარაში გვაქვს მოცემული პროგრამის ID და paroli. ID არის ინდივიდუალური ყოველ შემთხვევაში და ამავდროულად მუდმივი პროგრამის ფარგლებში. ესე იგი, რას ნიშნავს ყოველივე ეს? ჩვენ დავაინსტალირებთ პროგრამას და ეს ID გვაქვს მხოლოდ ჩვენ, არავის სხვას. რაც შეეხება paroli-ს, ის არის მუდმივად ცვალებადი, იცვლება პროგრამის დახურვისა და თავიდან გახსნის შემთხვევაში, ან შეგვიძლია ჩვენ თვითონ შევცვალოთ აი ამ მოbrunebul ისარზე ხელის დაჭერით. აქ არის create new random password, რაც ახალ paroli-ს მოგცემს შემთხვევით. არის paroli-ს დაკოპირების ფუნქცია, რაც უბრალოდ აი ასეთ შეგვიძლია ჩვეულებრივი კოპირებით და არის პერსონალური paroli-ს დაყენების ფუნქცია, რომელსაც მე პირადად არ ვიყენებ, თუმცა თუ თქვენ ამის სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ აქ ჩაწეროთ paroli-ები. paroli, შემდეგ გაიმეორებთ paroli, OK და paroli-ს დაიმახსოვრებთ. გადავიდეთ მარჯვენა მხარეს. ეს არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევიდეთ სხვა კომპიუტერში. სხვა კომპიუტერში შესასვლელად გვჭირდება იმ კონკრეტულ კომპიუტერზე დაინსტალირებული ამავე პროგრამის ID და paroli. მე საცდელად შევალ ერთ-ერთ კომპიუტერზე, რომლის ID და paroli-ს რა თქმა უნდა ვიცი. როგორც წესი, ის მე პატრონემ უნდა გითხრას. წერთ ID-ს, რომელიც როგორც უკვე გითხარით, თითოეული კომპიუტერზე დაინსტალირებული პროგრამისთვის არის განსხვავებული ინდივიდუალური. ვაწვევით connect ან enter-ს. შემდეგ გამოდის paroli-ს ჩასაწერი არე, აქ ვწერთ paroli-ს. paroli შედგება 6 სიმბოლოსაგან. აქ არის ლათინური სიმბოლოები და ციფრები, ლათინური ასოები ყოველთვის არის დაბალი რეგისტრის მქონე და აი შევედით კიდეც სხვა კომპიუტერში. ეს გვიჩანს როგორც ჩვენ ასევე იმ კონკრეტულ პიროვნებასაც, რომლის კომპიუტერშიც ვართ. ეს ფანჯარა მას საშუალებას აძლევს X ღილაკზე ხელის დაჭერით ჩვენ წვდომა დაგვიკარგოს, ანუ გამოგვაგდოს უშუალოდ რომ ვთქვათ მისი კომპიუტერიდან. ამავე ფუნქციით ჩვენ შეგვიძლია ჩვენს კომპიუტერში ამ პროგრამით შემოსული პიროვნების გაგდება, ან შეგვიძლია ეს უბრალოდ ეს ფანჯარა ჩავკეცოთ, შემდეგ როცა მოგვინდება ისევ ამოვკეცოთ. რაც შეეხება ეგ ზევით
ფუნქციონალს, ეს მხოლოდ ჩვენ გვიჩანს. აქ არის რამდენიმე ფუნქცია, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ. ერთი რამ, რაც შეიძლება დაგჭირდეთ, აი აქ communication-ში არის computer sound. თუ ეს მონიშნულია, მაშინ ჩვენ გვესმის კონკრეტული იმ კომპიუტერის ხმა, რომელშიც ვართ შესული და ასევე ისიც, რაც ამ კომპიუტერს თავად ესმის. თუ ამ ფუნქციას გამოურთავთ, ვეღარ გავიგებთ და ეს ხშირ შემთხვევაში ეს ხმები შეიძლება შემაწუხებელიც აღმოჩნდეს. ეს შეგვიძლია ასე ავკეთოთ და ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი კომპიუტერში, რისი გაკეთებაც გსურს. ფაქტობრივად ჩვენ ვფლობთ ამ კომპიუტერს. ერთადერთი ვარიანტი, თუ კომპიუტერს გამოურთავთ, რა თქმა უნდა, წვდომა დაგვეკარგება და დისტანციურად მას ვეღარ ჩავხდით. სხვა შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველაფერი. ამავდროულად ასევე გვაქვს ფუნქცია, რომ რაიმე სახის ფაილი ამ პროგრამის საშუალებით ძალიან მარტივად გადავაგდოთ, გადავაკოპიროთ კომპიუტერზე, რომელზეც შესული ვართ და პირიქით ამ კომპიუტერიდან ჩვენთან გადმოვიტანოთ რაიმე. მაგალითად, საცდელად მოდით აი ამ ფაილს რაღაცა, არ ვიცი რა არის, გავუკეთებ კოპირებას. ჩვეულებრივ. შემდეგ გადმოვალ ჩემს კომპიუტერზე და ეგ დესკტოპზე მაგალითად ამ სადაც გვინდა. უბრალოდ გავაკეთებ ამ ფაილს. ასევე ჩემგანაც ნებისმიერ რამეს დავაკოპირებ და აი ამ კომპიუტერში, თუნდაც მაგალითად დისკზე ჩავაკეთებ. შეგვიძლია გადავიტანოთ ნებისმიერ სახის ფაილი, თუმცა მისი გადატანის სისწრაფე დამოკიდებულია რა თქმა უნდა ტევადობაზე. ეს პატარა ზომის ფაილები გადავიტანეთ, თუმცა თუ რამდენიმე ათეული, ასეული მეგაბაიტი ან თუნდაც გიგაბაიტის მქონე ფაილი გადაგვაქვს, გარკვეული დრო დასჭირდება მის გადატანას, რაც დამოკიდებულია ინტერნეტის სიჩქარეზე. გამოსასვლელად უბრალოდ შეგვიძლია დავხუროთ აი ეს ფანჯარა და ჩვენ გამოვალთ კომპიუტერიდან, რომელშიც შესული ვართ, თუმცა თუ ჩვენს კომპიუტერში არიან შემოსულები, როგორც გითხარით, შეგვიძლია ჩვენი მენებით, აი ამ X ხილზე ხელის დაჭერით გავაგდოთ ჩვენი კომპიუტერიდან ნებისმიერი, ამ შემთხვევაშიც გამოვედით ამავე ფუნქციით, ვინაიდან გავაკეთეთ ასეთი რამ, კომპიუტერში რომელშიც შესული ვიყავით, დავაწექით X ხილაკს, ეს იგივეა, რომ ადრესაც დაეჭირა იმავე ხილაკზე და გამოვეკეთეთ. ახლა კი მეგობრებო, ვიდეო განვაგრძოთ smartphone-ში. მე ვიდეოს ვიღებ Android ოპერაციული სისტემის მქონე smartphone-ში, გაჩვენებთ TeamViewer-ის ინსტალაციას და გამოყენებას. Smartphone-ის შემთხვევაში, კონკრეტულად Android-ის შემთხვევაში, მისი გამოყენების ინსტრუქცია ოდნავ განსხვავებულია, ნაკლებად კომფორტული, მე ვიტყოდი. თუ რატომ, ამას თქვენ თვითონაც მიხვდებით ვიდეოს მიმდინარეობის დროს, ვინაიდან დაგვჭირდება არა ერთი კონკრეტული პროგრამა, როგორც კომპიუტერში, არამედ რამდენიმე. შევდივართ Play Store-ში, ვინაიდან ყველაფერს Android-ში ვიწერთ აქედან. რა თქმა უნდა, შეიძლება ბრაუზერშიც მოიძებნოს პროგრამის mobile ვერსია და გადმოიწეროს. წერთ პროგრამის სახელს. დავძებნით და პირველივეს გავხსნით, აქ არის სხვა ვარიანტები, თუმცა უმჯობესია. აი ეს პირველი გადმოვწეროთ. Install. დავეულებით მის გადმოწერასა და დაინსტალირებას. შეგვიძლია დავაწვეთ Open-ს მის გასახსნელად ან მოვიდიოთ თავად smartphone-ში ეს პროგრამა ეგრე არის. შევდივართ და ეს პროგრამა საშუალებას გვაძლევს, თუ რა თქმა უნდა ვიცით ID, შევიდეთ ნებისმიერ მოწყობილობაში. აი მაგალითად შევიდეთ ახლა ჩემს კომპიუტერში, რომლის ID-საც მე ჩავწერ. წერთ ID-ს და ან დანს ვაწვევით, ან remote ხილაკი არის ლურჯი. წერთ parolls, რომელიც
შემთხვევაში შემდეგნაირად გამოიყურება. ვაწვევით OK-ს და ველოდებით კიდევ რამდენიმე წამი. აი აქ გამოაქვს შეტყობინება, ვინაიდან კომპიუტერი იმართება მაუსით, ხოლო smartphone-ი სენსორულად თითის საშუალებით. აქ პატარა ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ თითის რა მოქმედება, რას ნიშნავს მაუსის რა მოქმედებას გულისხმობს, მაგალითად დაკლიკება არის მაუსის მარცხენა კლიკი, მარცხენა ღილაკით დაკლიკება, ხოლო დიდხანს გაჩერება ხელის ეს არის მაუსის მარჯვენა კლიკი და ასე შემდეგ. თუ ჩვენ ეს კარგად დავიმახსოვრეთ, ან ხსოვრეთ, შეგვიძლია Don't Choose-ის დიალოგი მივცეთ და შემდეგ გავაგრძელოთ, ან არ მოვუნიშნოთ ეს და ისე მივცეთ Continue, უბრალოდ ამ შემთხვევაში ყოველ სხვა სადღაც შესვლაზე მოგვიგდებს ამ პატარა ინსტრუქციას. აი ასე გამოიყურება ჩემი კომპიუტერის დესკტოპი ახლა, ნამდვილად ასეა და მაუსს მართავთ. აი ეს არის მაუსი, შავი, ხედავთ ალბათ. აი ლურჯ ფონზე უკეთესად ჩანს. რა თქმა უნდა, ამ მაუსს რეალურად ასეთი სახე არ აქვს კომპიუტერში, თუმცა ვინაიდან ჩვენ smartphone-ით ვიყენებთ და კარგად დავინახოთ ყველაფერი, ეს ასეა. აი მაგალითად მოდით მაუსი მივიტანოთ აი ამ X-თან და დავხუროთ ეს ფანჯარა. აი ასე. ახლა მოდით ამოვკეცოთ ჩვენი TeamView, თუ TeamView-ი რაც არის viewer. ვაკლიკებთ, ამოვკეცეთ. მოდით აი ასე მივიტანთ მაუსს და შემდეგ ნებისმიერ ადგილას უბრალოდ დავაჭერთ ეკრანს. ეს ნიშნავს კლიკს, ანუ არ არის აუცილებელი კონკრეტულად იმ ადგილზე დავაჭიროთ. მივაახლოვოთ და აი აქ მაგალითად რაიმე ჩავწეროთ. თუ გვინდა რაიმე ჩავწეროთ, უბრალოდ ჩაკლიკება არ არის საჭირო, აი ქვევით ლურჯ პანელში ვაწვევით კლავიატურას, სადაც ამოვა კლავიატურა და უკვე შეგვიძლია ჩავწეროთ ნებისმიერი რამ. მოდით ახლა დავხუროთ კლავიატურა და აი ამ X-ით ეს არის გამოსვლა. დავხუროთ სესია. ანუ გამოვიდეთ close და OK. ჩვენ გამოვიდით კომპიუტერიდან. ახლა კი მოდით პირიქით კომპიუტერიდან შემოვიდეთ ჩვენ smartphone-ში. ამისათვის რა თქმა უნდა აუცილებელია ID, რომელიც ამ პროგრამას არ აქვს. ალბათ თქვენს გაგიკვირდათ. ID-ს მისაღებად უნდა გადმოვწეროთ სხვა TeamViewer-ის კიდევ ერთი დამატებითი პროგრამა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი დისკომფორტი, ვინაიდან გვჭირდება არა ერთი, არამედ ორი პროგრამა და კიდევ ერთი დანამატი, რომელზეც მოგახსენებთ. აქვე გვთავაზობს Allow Remote Console, Install Quick Support. ეს არის პროგრამა, რომელიც გვჭირდება ვაწვევით და გადავდივართ ფონზე, აქაც ვაწვევით Install-ს. დაველოდებით ჩამოტვირთვას. ვაწვევით Opens. უცებ გადავყვებით და აი აქ გვთავაზობს გადმოვწეროთ კიდევ ერთი დამატება პროგრამა, რომელიც შეგვიძლია უარყოთ კანსელით, თუმცა თუ მართლაც სურს ვიღაცას, უბრალოდ ჩვენ გსურს ვიღაც ჩვენ smartphone-ში შემოვიდეს, აუცილებლად მოგვიწევს გადმოწერა, ვინაიდან ამის გარეშე ეკრანს ვერ გავაზიარებთ და მაშინ რა აზრი აქვს შემოსვლას, თუ ის ვიღაც ჩვენს ეკრანს საერთოდ ვერც კი დაინახავს. თუმცა მაინც მოდით ახლა cancel ვქნათ და ნახოთ პრაქტიკაში რა პრობლემას შექმნის. ეს არის ჩვენი ID, ხოლო ეს არის მეორე პროგრამა, ანუ ID-ს მისაღებად, აი ამ Quick Support-ს გავხსნით. შევდივართ და რა თქმა უნდა ID აქაც არის მუდმივი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ერთი კონკრეტული მოწყობილობისათვის ID არის მუდმივი და ინდივიდუალური ყველა სხვა ID-სგან განსხვავებული. Send my ID-s საშუალებით შეგვიძლია სხვადასხვა პროგრამით გავგზავნოთ და გავაზიაროთ ჩვენი ID, ან უბრალოდ უთხრათ ვიღაცას. ამ შემთხვევაში მე ახლა ჩავწერ ჩემს კომპიუტერზე აი ამ ID-ს და აი შემოვიდა შეტყობინება, რომ კომპიუტერი სახელად desktop და ასე შემდეგ ცდილობს მიიღოს წვდომა ჩვენს smartphone-ზე. თუ დინაის დავაწვევით, რა თქმა უნდა უარყოფთ, თუ დავაწვევით მივცემთ ნებართვას და მივცეთ ნებართვა.
აი აქ კი უკვე საქმე დადგა ჩვენი სკრინის ანუ დისპლეის გაზიარებასთან, ჩვენი ეკრანის გაზიარებასთან. Start now ვინაიდან სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს შემოღწევას. აი ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ითხოვს დავაყენოთ add-on და მოდით დავაინსტალიროთ ის. ეს მესამე პროგრამა ეკრანზე არ გამოჩნდება, საერთოდაც ვერ შევამჩნევთ რომ ის არსებობს, უბრალოდ ფუნქციონალი დაგეხმარებათ. და აი ასე მეგობრებო, ახლა უკვე კომპიუტერით შემოსული ვარ. აი ახლა კომპიუტერიდან მართავ ამ smartphones. გაჩვენებთ კიდეც კამერით, თუმცა ალბათ სულად გამოჩნდება ყველაფერს. აი აერთიანებს, თუმცა მაგალითად გადავიდა ვიდეოზე. გამოვიდა. ახლა თუ გამოვიდა. რა თქმა უნდა, ესეც ჩაიკეცა. და ასე შემდეგ. თუმცა ხარ ჩატი, სადაც შეგვიძლია მიწერ-მოწერა გავაჩაღოთ ორ მოწყობილობას შორის და სესიის დასასრულებლად უბრალოდ ვაწვევით აი X შემდეგ close და OK. სესია დასრულებულია, ჩვენ კი smartphone-ის შემთხვევაშიც თითქმის სრულად ამოვუწურეთ პროგრამის TeamViewer-ს გამოყენების ინსტრუქცია. თუ შეკითხვები გაგიჩნდებათ, რა თქმა უნდა, ველი თქვენს კომენტარებს გისურვებთ წარმატებას. მადლობა ყურადღებისათვის და მე ვიტოვებ იმედს, რომ ჩემი ვიდეო, რომელიც ჩემ დაუნებლიეთ გაიწელა, გამოგადგებათ და დაგეხმარებათ. ნახვამდის.